როგორც მოისმინეთ, წმინდესმა სინოდმა წამოაყენა ჩემი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად და მე მოგმართავთ ყველა დელეგატს. თქვენ ნუ მოგერიდებათ, უკეთ უკავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. ხმების დამცველმა კომისიამ დაითვალა დელეგატებისაგან მიცემული ხმები და აღმოჩნდა, მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. გეშინის წემისაო, რომელი მაღალ ხაზზე დაუხმელთა მათმიდათა ჟინა, საუნჯეთა დამკვიდრებულ ხარ, რომელი მაღალ ხარ და დიდებულ საშინელ და დიდ და ყოველთა მსხოვარ, რომელმა იცნი ყოველნივე ყოფადმდე მართა, რომლისაგან ყოველივე ყოფადმდე იქმნა, რომელმან მოეც განათლება ეკლესიას საშინა მადლისა მხოლოდ შობილისა მიერ ძისა შენისა, რომელმან გამოირჩია აბრაამ, რომელიც სათნო გეყო შენ სარწმუნოებითა და ენუქ ქალწული ცხოვრებისა საუნჯესა მიიყვანე, რომელმან მთავარნი და მღვდელნი განაცესენ სიწმიდესა მაღალთა შინა შენთა, უფალო რომელმან მოუწოდე მთავართა ადგილსა დიდებისა შენისა საგალობად და დიდებად, მოეც უფალო მონასა ამას შენსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ახლად გამორჩეულ ილიას, უფალო რათა იყოს სათნო შენ და მადიდებელა და მართებელა და უფლებელა. ამინ. აღაოთინოს ეკლესია იშენებ, შეწევნითა სული სათბილისაითა და წარდგეს დიდებასა ქრისტეს შენისასა, რომელსა შვენი დიდებაე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ათდამარატის და ვოკონეთე ვოკონესამდე. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები მე-9 საუკუნის ჯვარბანაღიით მოსავენ უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მელარეს, ქართველ პატრიარქთა უძველეს ოქროს გვირგვინს, რომელიც მოცულია ჩვენი ეკლესიის ისტორიის ბრწყინვალე შარავანდედით. თავზე ადგამენ ყოვლად უსამღვდელოესი მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი და ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხსვიტრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანსავს ცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისვას. თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასწრებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება.